გამარჯობა, მე ვარ თორნიკე გველესიანი, მუსიკის პროდიუსერი და აუდიო ინჟინერი. პირველი შეხება ჩემი მუსიკასთან იყო 7 წლიდან სიმღერა ხალხურ ანსამბლში გეორგიკა. პოლიფონიური სიმღერა ყველაზე კარგი ყურის ვარჯიში არის. აუდიო ინჟინერის სწავლა გადავწყვიტე 16-17 წლის რო ვიყავი, როცა უკვე FL Studio გადმოვწერე კატეხილი კომპიუტერში. მაგრამ რა ვიცოდი სადმე სწავლას, სულ შემთხვევით აღმოვაჩინე კვაჯი, რომელსაც ჯერ არ ყავდა მოსწავლეები და მე ვიყავი მისი პირველი მოსწავლე. პატარა სტუდია ჰქონდა სახლში და იქ დავდიოდი მასთან. მე თავისთან ერთად წამიყვანა კვაჯიმ კინოსტუდიაში სამუშაოდ. და დავიწყე მუშაობა როგორც ხმის რეჟისორმა კინოსტუდიაში. გავაკეთეთ ძალიან ბევრი ორკესტრის ჩანაწერი. ჯანსუხკახეთის ორკესტრთან, სახელმწიფო ორკესტრთან, სადაც გავიცანი ნიკოლოზ რაჭველი, ყველა ქართველი ორკესტრანტი, კლასიკური მუსიკოსები. რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო მიშასთან ერთად მუშაობა თვითონ, იმიტომ რომ მიშა ძალიან დიდი პროფესიონალი არის. და მისგან ვისწავლე ძალიან ბევრი რაღაც უკვე მუსიკასთან და აუდიო ინჟინერიასთან დაკავშირებით. ძალიან ბევრ საინტერესო პროექტზე მიმუშავია ჩემი კარიერის განმავლობაში. სტუდიური სამუშაო და კონცერტები ერთმანეთისგან რა თქმა უნდა განსხვავდება. ბევრი საერთოც აქვთ და მაგრამ მაინც სხვადასხვა სპეციფიკა არის და ორივე საინტერესო არის ჩემთვის. Bedford Falls-თან მუშაობა ერთ-ერთი საინტერესო ნაწილი არის ჩემი კარიერის. 2022 წელს დავიწყეთ ალბომი Viendes გეთება ერთად, რომელიც 2023 წელს გამოვიდა. მის მერე გვქონდა 2 ტური ერთად ევროპაში. თავს ძალიან იყვნენ აქვთვი რომ იმუშავე ერთ-ერთ ჩემი ყველა დროის უსაყვარლეს არტისტთან, Black Dynamite-თან, Mike Mitchell-ი, რომელიც არის ბექა გოჩეშვილის დრამერი და მისგან გავიცანი. ბექასთან ერთად უკვე ბევრჯერ ჩამიწერია სტუდიაში და მისი ბოლო ალბომიდან 2 სიმღერა არის ჩემი ჩაწერილი, კიდევ ერთი სინგლია მის გარდა. ლაივებზე გვითანაშრომლია ბევრჯერ. მასთან მუშაობა ჩემთვის ძალიან სასიხარულო არის ყოველთვის. Black Dynamite მაიკი აღმოვაჩინე ჯონ პეპისგან, რომელიც ჩემო მეგობარმა მომასმენინა და მაიკი უკრავს დრამზე მათთან. სახში უსმენდით მე და მიშა ურუშაძე, რომელიც ასევე პროდიუსერი და მუსიკოსი არის ჩემი მეგობარი. პირველივე მოსმენიდან შემიყვარდა ჯონ პეპის მუსიკა. 15 წუთში ამოსმენიდან ბექა მოვიდა ისევ სტუმრად ჩვენთან გოჩიაშვილი, მოვასმენეთ მასაც და ბექა თქვა რომ ძალიან მაგარი არისო, მაგრამ ჩემი დრამერი ბევრად მაგარი არისო. და როცა ვიდა სახში გაუგზავნა თავის დრამერს მაიკს ეს ვიდეო. და მაიკმა უთხრა ესეც მე ვარო. ხო, ამობიდან 2 კვირის მერე მაიკი წინ მივიდა სტუდიაში, ბექასთან ერთად დასაკრავად ჩამოვიდა და ძალიან ბედნიერად ხსნობდა თავს. ახლის წინ დავამთავრეთ მუშაობა Crimsys ალბომზე, რომელიც სექტემბერში გამოვა, სადაც უფრო აუდიო ინჟინერის როლი მაქვს და ცოტა პროდიუსერისაც. ეხლა მუშაობ ბექა გოჩიაშვილის ალბომზე, სადაც პროდიუსერი და ინჟინერიც ვარ. და ძალიან საინტერესო და კარგი გამოდის. ქართული მუსიკის მომავალს ძალიან დაიმეტებით ვუყურებ, იმიტომ რომ მგონია რომ ძალიან ბევრი საინტერესო ნიჭიერი არტისტი არის, რომელსაც შეუძლია ჯერ კიდევ ბევრი გამომჟღავნებელი ნიჭების გამომჟღავნება.